ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი განმარტავს, რომ ფრაზა დემოკრატიის უკუსვლა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის USAID-ის ნედისა და არასამთავრობოთა ქსელის მიერ მიზანმიმართულად გამოიყენება წინაპირობად, რათა უცხო ქვეყნებში მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება და დაამხონ მთავრობა, რომელსაც რეალურად არაფერი დაუშავებია. მაიკ პენსი თავის მორიგ ეგრეთ წოდებულ პოდკასტში განმარტავს, რომ ხშირად დაქირავებული პროტესტისა და ქუჩის დემონსტრაციების მოსაწყობად საზოგადოებაზე LGBT პროპაგანდით მანიპულირებენ. დემოკრატიულ უკუსვლაზე როცა საუბრობენ, ეს არის წინაპირობა, რომელსაც სპეციალურად ქმნის ცენტრალური დაზვერვა ან სახელმწიფო დეპარტამენტი USAID-თან და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მთელ არმიასთან ერთად. ისინი იყენებენ კანონის უზენაესობის პროგრამებს, უნივერსიტეტებს, მედია ორგანიზაციებს და ყველა კლასიკურ ხელსაწყოს, რომ გადააყენონ მთავრობები, რომლებიც არც ავტორიტარულები არიან და არც კომუნისტები. როგორც კი ამ ფრაზას დემოკრატიის უკუსვლას გამოიყენებენ, ეს მათ აძლევს უფლებას, რომ გამოიყენონ ყველა იარაღი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მაშინაც კი, როცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ამ ფრაზით ენიჭებათ უფლება მოსილება, რომ ჩაიდინონ დანაშაული და თავი გაიმართლონ. ქუჩის ამბოხებების მოსაწყობად და დესტაბილიზაციისთვის კი ხშირად იყენებენ LGBT საფუძველს, გენდერულ ან რელიგიურად სენსიტიურ თემატიკას. ამ სარჩულს იარაღად 90-იანი წლებიდან იყენებენ USAID, NEDI, მშვიდობის ინსტიტუტი და სახელმწიფო დეპარტამენტი.